Შეიმართლა ცოტა არეული მაქვს ტვინი, ეხა აქ მოსული ვიყავი, როცა გავიგე ნინიას შესახებ, ცხადია ზოგადად ეს დაკავებები და განსაკუთრებით ეს გადაკეტვიდან მოყოლებული მთელი ღამის განმავლობაში ძალიან სტრესულია ჩემთვის პირადად და არა მხოლოდ ჩემთვის, მაგრამ როცა მეგობარს ეხება, ცხადია უფრო განიცდი და მას კი არ ჭირდება ხნეობის სურვილი, მაგრამ და ელოდებოდა ამას სხვათა შორის. გავუგზავნი აქედან კარგ ენერგეტიკას. მანამდე მთელი დღის განმავლობაში ასევე გურამიც ჩემი მეგობარია და მთელი მისი ოჯახის ბედით ვიყავი დაინტერესებული და მოკლედ ძალიან აფორიაქებული ვარ. დღეს სხვა შორის ერთად ვიყავით მე და ნინია ომბუდსმენის ოფისთან. ზინოვკინასთან დაკავშირებით და ძალიან რთულია, ცხადია, როდესაც ყოველდღიურად გაკლდება თანამებრძოლი, მეგობარი, შენი თანამოაზრე და ეს თან რაღაცა დანაკლისის განცდას გიჩენს, მაგრამ თან მეტ ბრას და მეტ ენერგიასაც გაძლევს, რომ მეორე დღეს კიდევ უფრო მეტი შემართებით გახვიდე და თუნდაც აღარ შეგეძლოს აი ამ ადამიანების ნაცვლად გააგრძელო ბრძოლა. მით უმეტეს, როცა ვისმენთ აი ამ საზარელ ისტორიებს, რაც ახლა ვსვლათ მოყევი ზინოვკინასთან დაკავშირებით, აი არ გაძლევს სინდისი უფლებას, ხო, რომ გაჩერდე და ეს ადამიანები მიატოვო აი ესეთ მდგომარეობაში. სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ მათ მიმართ, ანუ რუსი პატიმრების მიმართ განსაკუთრებით უმოწყალოა ოცნების ხელისუფლება. ეს შეიძლება ერთი შეხედვით უცნაურად მოგვეჩვენოს, რომ ისინი რუსეთის მიმართ პირიქით ძალიან ისეთ ვასალურ მორჩილებაში არიან და თითქოს გამოხატავენ რუსი ხალხის მიმართ დიდ სიყვარულს, მაგრამ ვასალ ზოგადად ახასიათებს ხო აი ეს რაღაცა მონური ერთგულების დამტკიცების ჟინი. და მე მგონია, რომ იგივე თუნდაც ეს 8.5 წლით პატიმრობის მისჯა ამ ადამიანებისთვის მაშინ, როდესაც იმავე ბრალდებით ქართველებს მოუხსნეს, იმიტომ რომ არანაირი მტკიცებულება არ იყო, ესეც არის რაღაცა აი ამ ერთგულების დადასტურება პუტინისადმი. და სამაგიეროდ ხა ჩვენი მხრიდან კიდევ უფრო რაღაცა მეტი პასუხისმგებლობაც არის, რომ ეს ადამიანები არიან ესე უცხო ქვეყანაში, მათ არ ყავთ ახლობლები, ოჯახის წევრები აქვს და ამიტომ ჩვენ გვევალება რაღაცნაირად უფრო მეტი ყურადღების გამოჩენა, მე ვფიქრობ და მით უმეტეს არ ვიცი, სულ რო არ იცოდე რა ისტორია აქვს, როგორ იყო ჩართული ამ ზამთრის აქციების დროს და თანაც ესე მოხალისეობრივად პირიქით ეხმარებოდნენ აქციის მონაწილეებს, ხო, ცხელი ჩაით იქნებოდა თუ ყავით. ამისგან დამოუკიდებულადაც, როცა ისმენ ესეთ სადისტურ მოპყრობას ადამიანისადმი, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, არ ვიცი, როგორ შეიძლება ადამიანს არ გაუჩნდეს პროტესტის განცდა ამის გამო და მით უმეტეს, როცა ხედავ, რომ ერთი ვთქვათ ოცნების ხელისუფლება, რომელსაც ესეთი რეპრესიული მიდგომა თუ კანონები უკვე ჩვეულებრივ ნორმაში აქვს გადასული, მაგრამ ფორმალურად მაინც ომბუდსმენს ევალება ყველაფერ ამაზე რეაგირება და ძალიან აქტიური ჩარევა იმისთვის, რომ მოქალაქის და მათ შორის პატიმრის უფლებებიც იყოს დაცული და მით უმეტეს, როცა ესეთი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემაა, მას გაუწიოს დახმარება. თუმცა დღეს უკვე დაანონსებული იყო 4 საათზე შეხვედრა, აქცია სახალხო დამცველის ოფისთან, მაგრამ მანამდე მათ გააკეთეს ესეთი მოკლე განცხადება, რომ თითქოს ისინი მუდმივად ატარებენ მონიტორინგს, მაგრამ აი თუნდაც ის ისტორია, რაც ახლა ჩაიკითხე, არ ვიცი მაყურებლისთვის ალბათ
სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს რა მონიტორინგი ჩატარებაში ისინი რას გულისხმობენ არ ვიცი, მაგრამ ეს ქალი ერთმნიშვნელოვნად არის წამების მსხვერპლი. თუმცა ფარიღამ გადავალ, არ ვიცი, შეიძლება რას სად გინდა გადასვლა? და მეთქვა, რომ აი ეს შეხვედრა, ანუ როდესაც მივედით ამ სახალხო დამცველის ოფისთან, მე 3 ადამიანი შევიდა, თუმცა თვითონ ლევან იოსელიანი არ იყო, არც გაგვკვირვებია, იმიტომ რომ როგორც წესი, როდესაც რაღაცა ესეთი იგეგმება, ის არ იმყოფება ოფისში და ეს კიდე ცალკე საკითხია დღეს და მე იტყვის რომ არ ვიციო კიდევაც რომ უკვე იმაზე ის საკითხი უნდა დავაყენოთ რომ ეს კაცი ტყუილა იღებს ამ ხელფას არასდროს სამსახურში არ არის და თავის მოვალეობას არასრულებს არანაირად გარდა იმისა რომ ჩუმად არის მაგრამ ის მოადგილესთან იყო შეხვედრა და არ ვიცი, მაინც მინდა იმედი დავიტოვო, რომ რაღაცა მგონია, რომ ყინული დაიძრა და